მოგესალმებით, დადგა სამშაბათი, მეგახლავთ გიორგი დარასელია. მინდა მოვიკითხო ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენ მოკითხვა საჭიროებს და ბედნიერება და სიხარული მინდა უსურო და ხოლო დღეს სტუმრად ყავს მამა დოროთე ყურაშვილი არქიმანდრიტის სამების საკათედრო ტაძრიდან. მამაო, დაგლოცეთ. დაგლოცოთ ღმერთმა, დავლოცოთ ღმერთმა თქვენი მსმენელი. დიდი მადლობა მამაო. მადლობა თქვენ ძალიან გვიხარია რომ გვეწვიეთ და ძალიან ენატრებოდი ჩვენს მსმენელს, ძალიან ბევრს წერდნენ თქვენ შესახებ და დღეს გაიხარებენ და მადლობა ამისათვის კიდევ ერთხელ და მამაო თუ შეიძლება ესეთი აი თემას ვარჩევდი და ესეთი თემა მოგვივიდა აზრად რომ არ ქონია თან და აი ადამიანები ხა ყველანი ვინც დავიბადეთ ამ ქვეყნად რჩეულები ვართ რა თქმა უნდა ღვთისა, მაგრამ აი ამ რჩეულებაშიც არის განსხვავებები. აი რა განსხვავებებია, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს სხვა მხრივ მიყავს სიტყვაზე სხვა მიმართულებით და გონია რომ ღმერთისგან არის ეს რჩეული და ამ დროს შეიძლება სულ არ იყოს ხო ღვთისაგან. აი როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი რა არის ღვთის რჩეულობა და როგორ აი რა დამახასიათებელი ნიშნები აქვს ამ ყველაფერს თუ შეიძლება? რჩეულობა პირობითად შესაძლებელია ესე რამოდენიმე ნაწილად დავყოთ. თვითონ ბიბლიაში საიდანაც თარგმნილია ჩვენი სიტყვა, სადაც რჩეული იწერება, ხშირად თუ ძველში რჩეული წერია, ახალ თარგმანში წერენ გამოცდილს. ანუ ეს სიტყვა ნიშნავს გამოცდილსაც. თუმცა საკითხავია რაში ხარ გამოცდილი. და თუ ჩვენ ვიტყვით, რომ რამდენად ღვთისგან რჩეულია ადამიანი, აი ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება ამ ქვეყნიურად რჩეულობა საერთოდ არ იყოს ღვთისგან რჩეული. მაგალითისთვის ესე შეიძლება სამადრო დავყავი, არიან ღვთისგან რჩეულები, არიან ადამიანებისგან რჩეულები და არიან აი ნიჭით გამორჩეული ადამიანები. შესაძლებელია ადამიანი იყოს ადამიანისგან რჩეული, მაგრამ ღმერთისგან არ იყოს რჩეული. ასევე შესაძლებელია ადამიანი ნიჭით გამორჩეული იყოს, თქვათ იქ, რა ვიცი, რაღაცა ხელოვნების ნიჭი ქონდეს, ან მწერლობის, ან პოეტობის და ასე შემდეგ, მაგრამ ღვთისგან საერთოდ არ იყოს რჩეული. ამიტომ ჩვენ თუ დავინახავთ გამორჩეულ ადამიანს, ეს არ ნიშნავს, რომ ის ღვთისგანაა რჩეული. აი მაგალითისთვის შეიძლება ესე დავაკავშიროთ, რომ ძველ ელინებთან პიფიას კითხესო, ანუ მათი წინასწარმეტყველად ითვლებოდა ეს ადამიანი, კითხესო ვინ არისო ყველაზე დიდი ადამიანია და მან თქვაო სოკრატეო. და სოკრატეს როცა უთხრეს ეს, ასე თქვაო შენზე პიფიამო და რატომო? ალბათ იმიტომ რომ მე ვიციო რომ ჩემი ცოდნა რაც მე გამაჩნია არაფერიაო. და ჩვენ ვიცით რომ სოკრატე მართლაც რჩეული ადამიანი იყო მათ შორის, მაგრამ მათი რჩეულობა იყო, როგორც თვითონ მისი ნათქვამიდან ჩანს, რომ ადამიანი მიხვედრილი იყო რომ არ იცოდა. რომ მათ არ გააჩნდათ ჭეშმარიტების ცოდნა, აი ამას რო ხდებოდა, ამაში იყო მათი რჩეულობა. ხოლო თუ ჩვენ გადმოვალთ ბიბლიაში და გადმოვინაცვლებთ ებრაელერთან, ებრაელერთან უკვე რჩეულობა არის ზუსტად ის, ვინც იცის ღმერთი. რჩეული არის ის, ვინც ღმერთი იცის, არა ის, ვინც არ იცის, არამედ ის, ვინც იცის, რომელმაც იცის, ვინ არის ღმერთი. და თვითონ ბიბლიაში წერია, რომ ნუ იხადისო ბრძენიო თავისი სიბრძნითო და გრძელდება ეს სიბრძნე, სილამაზეც და ყველაფერი, სიმდიდრე და ასე შემდეგ. აი ყველა არც ერთმა არ დაიხადოსო ამითო, თუ ვინმე სიკადული უნდაო დაიხადოსო, იხადოდესო იმითო, რომ მიცნობსო მე. აი ზუსტად რომ ებრაელებთან იყო ის, რომ მან იცოდა ამ ადამიანმა ვინ არის ღმერთი და ღმერთმა იცოდა ის. რამდენად შეცნობილი იყო, იმდენად შეიცნობდა ღმერთს. აქედან გამომდინარე, თუ განსაზღვრავთ, ღვთისგან რჩეული არის ადამიანი, რომელმაც იცის ღმერთი. მაგრამ ეს რჩეულობა ადამიანს რას აძლევს? აი ნიშნები რითი ვიცნობთ თქვენ რო თქვით. როდესაც ადამიანი ღვთისგან არის გამორჩეული, აი ზუსტად ღვთისგან გამორჩეული ადამიანის ნიშნებია, რასაც აბრაამ ეუბნება სამებას, როცა მას სამება გამოეცხადა. მტვერი და ნაცარი ვარ მე. მაგრამ ადამიანმა რო თქვას, რომ მტვერი და ნაცარია ის, მან უნდა დაინახოს ღმერთი. და ვისაც ღმერთი არ დაუნახია და ისე გონია თავი რჩეული, ის არის ფარაონი. ფარაონი, რომელსაც თავი ღმერთად მიაჩნია. და სინამდვილეში არ არის ღმერთი. აი, როდესაც მოსეს აგზავნის ფარაონთან
ღმერთი მაშინ მოსე ეუბნება ვისი სახელით მივიდეო და საინტერესო კითხვაა რა თუნდოდა ღმერთის რატო ეკითხება აი ღმერთის სახელით ღმერთი აგზავნიდა და ღმერთის სახელით მივიდოდა ხო მაგრამ მოსემ იცოდა რომ ფარაონი ითვლებოდა ზის ღვთაების ძეებად იწოდებოდნენ ფარაონები და იცოდა ფარაონი რომ ღმერთად თვლიდა თავს ძე იყო ესე იგი ღმერთი იყო და თუ ფარაონი ღმერთად თვლიდა თავს და მოსეუბნებოდა ღვთისგანმა რომ ფარაონი გაიცინებდა ხო ღმერთი მე ვარ და რომელი ღმერთისგან ხარო თვითონაც იკითხავდა რომელი ღმერთისგან ხარო და ამიტომ მეუბნება ღმერთი რომ უთხარიო იეღოვა რომელი სიტყვაც ითარგმნება ბევრი სახელი ქვია ღმერთს ბიბლიაში საბაოთი ასე შემდეგ და ისინი არც ერთი არ ითარგმნება მაგრამ თარგმნის დროს პირდაპირ გადმოდის მაგრამ ეს სახელი თარგმნით გადმოდის მე რომელიც ვარ იმიტომ რომ არსებული იმდენად მნიშვნელოვანია ამ სიტყვის შინაარსი და ამის შინაარსი ის იყო რომ მე ვარ არსებული ღმერთი და ამით ეუბნება რომ შენ არა ხარ ღმერთი მე ვარ ღმერთი მე ვარ ღმერთი და მიდი არსებული ღმერთის სახელით რადგან იმას იმდენად რჩეული და იმდენად დიდი ეგონა თავისი თავი რომ ღმერთად მიაჩნდა თავი ამიტომაც აი თუ ერებსაც დავაკავშირებთ ხო ადამიანები რომლებიც ბატონობდნენ და ღმერთობდნენ თავიანთი ჭკუი და ღმერთად მიაჩნდა თავი არ იცოდნენ რომ ადამიანი არ იყო ღმერთი და ღმერთი არსებული ღმერთი რო იყო სხვა და ისრაელი რომელიც თითქოს დაჩაგრულიერი იყო მან იცოდა რომ ვინ იყო ღმერთი რომ ღმერთი იყო მამა ყოვლის შემოქმედი და ისრაელს არ ქონდა დაკარგული ღმერთთან კავშირი და არასოდეს არ თვლიდა ისრაელი ადამიანს ღმერთად არამედ ადამიანს თვლიდა ღვთისმსახურად აი ეს არის რჩეულობა როცა ადამიანმა იცის ვინ არის ღმერთი რომელია ღმერთი ჭეშმარიტი ღმერთი და ვის უნდა ემსახუროს აი ამ შემთხვევაში ადამიანი რჩეულია თუმცა ამას აქვს თავისი ხარისხები რაც შეეხება ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები რა თქმა უნდა მათზე შეიძლება ითქვას რომ რჩეულები არიან მაგრამ შეულები არიან იმ ნიჭში იმიტომ რომ ღვთის წინაშე წმინდა ხაზი გაუსვა რომ რჩეულობა არის როცა იცი ღმერთი და ცხოვრობ მისი გზებით ენუქიზე არის ნათქვამი რომ ღმერთთან დადიოდაო ენუქიო ღმერთთან დადიოდაო და მე ღმერთმა აღიტაცაო და ეს არ ნიშნავს იმას რომ ღმერთთან ერთად დადიოდა რაღაც ერთად დადიოდა როგორც ორი ადამიანი არამედ ებრაელები როცა ამბობდნენ ადამიანზე რომ ღმერთთან დადისო ესე იგი ღვთისმცნებებით დადიოდა ანუ მას მუდმივად ახსოვდა ღმერთი და რა უნდოდა ღმერთს აი ეს ადამიანი იყო რჩეული და როდესაც ნიჭი რომელიც შენ გაგაჩნია თუნდაც ამ ქვეყნიური რაღაცა ხელოვნება იქნება ეს რაც იქნება თუ ამას ღმერთს მოახმარ აი მაშინ შენ ხარ რჩეული თუ არა და უბრალოდ ხარ ნიჭიერი კაცი რომელიც ნიჭით გამოირჩევი მაგრამ შეიძლება შენი პიროვნება არარაობა იყოს თუ შენმა ნიჭმა პიროვნება არ შექმნა მაშინ შენი ნიჭი უკვე ღვთის წინაშე არარაობაა რადგან ყოველივე რა ჩვენ გვეძლევა პიროვნების შესაქმნელად გვეძლევა თუ პიროვნება არ შეიქმნა ისეთი როგორიც უნდა ღმერთს არ ჩვენი ხმა უნდა ღმერთს და არ ჩვენი დაწერილი რამე თუ ჩვენ პიროვნულად არ გავიზარდეთ აი ამ ჩვენი შემოქმედებით აი ეს შესავალი ძალიან დიდი მადლობა მამო აი მასე დაკავშირებით მინდოდა მეკითხა ესეთი რაღაც რომ აი თუ არის ის შემთხვევა რომ სიტყვაზე ადამიანი მაგალითად როცა რჩეული არის და აი რაღაცა არ ჩანს ამ ქვეყნად და ასე შემდეგ. შეიძლება იყოს რომ აი ვიღაცა სიტყვაზე ყოფილა ესეთი შემთხვევები რომ ვიღაც შეიძლება დალაქი აი ღმერთმა აჩვენაო რომ სიტყვაზე აი ეს არის ვინც არის შეიძლება ეს იყოს ხო თქვენზე წინ და არც ნაც იმიტომ რომ ადამიანის ძირითადად მამაო დღეს ისხვირის აი საერთოდ ქვეყნად ვინც სიტყვას სადღაც ან თანამდებობაზე ან რაღაცაზე და რაღაცა და რჩეულები გონიათ ის ადამიანები და ამ დროს სულაც არ იყო შეიძლება ვიღაცა უბრალო ადამიანის სახში თავისთვის იჯდეს და ის იყოს ღვთისაგან რჩეული და ამ დროს ჩაუარო აუარო და ისე რა ქვია ზედ ყურადღება არ მიაქციო და ამ დროს ის იყოს რჩეული და ყველაფერი გასაგებია მე მინდა კიდევ აქ ერთი ხაზი გაუსვა თქვენი კითხვიდან გამომდინარე სხვა რჩეულობა მიწისგან და მიწიერებიდან და მიწიერებისთვის და სხვა რჩეული ზეცისთვის იგივე რამოდენიმე კვირის წინ წავიკითხეთ სახარებისეულ მდიდარს ესე ეძახიან რომელიც წოწეული და ბისონით ანუ საუკეთესოდ იმოსებოდა რჩეული ადამიანი იყო წვეულებებს მართავდა მასთან დადიოდა ხალხი მასთან
იკრიბებოდა მაშინდელი ელიტარული საზოგადოება, მაშინდელი წარჩინებულები და მის კარებთან ეგდო ლაზარე დაწყვულებული. და რო შეხედავთ ეს ლაზარე რა თქმა უნდა არ იყო რჩეული. და ეს გამორჩეული ადამიანი იყო, მაგრამ როდესაც მოკვდა დაინახა რომ ლაზარე აბრამთან იყო და მას წვეთიწყალი არ ქონდა. ამიტომ როდესაც ეს ძალიან ცუდი არის ადამიანი რომელიც ამქვეყნიურად გამორჩეულად არის ან რაღაც გაუმართლებს ან რაღაცა მოხდება მის ცხოვრებაში და გონია რომ ამით უკვე რჩეულია. რადგან როგორც იმ სახარებიდან ჩანს იმ დიდარი იქაც მდიდარი გონია თავი და ეუბნება აბრამს მამაო აბრამო მივლინე ლაზარე თითიწვერი დაისოლოს და ენა გამიგრილოსო. ანუ გონია რომ იქაც უნდა ემსახურებოდნენ და იქაც მიუხედავად იმისა წვეთიწყალი არ გააჩნია თავისი თავი მდიდარი გონია. მდიდარი მარტო არ იგულისხმება აქ ფინანსური შესაძლებლობა, ანუ ნიჭით მდიდარი და ასე შემდეგ, არასოდეს არ უნდა ფიქრობდეს, რომ ეს არის მისი სიმდიდრე. მისი სიმდიდრე არის რამდენად შეიცნო ღმერთი. და აქედან გამომდინარე, რა შეეხება, ხო შეიძლება ადამიანი იყოს რჩეული, თუ ვიტყვით, რომ ღვთისგან რჩეული იყოს და არ ჩანდეს, ესეც მე მგონი შეუძლებელია, რადგან ღვთისგან რჩეულები ვერ იმალებიან. ღმერთი ისე არ ირჩევს ადამიანს. იმ ქვეყნად შეიძლება ბევრი ვისენს არ გონია ჩვენ საერთოდ იყო თუ არა რჩეული ცხონებული ვნახოთ, მაგრამ სხვა არის ცხონებულობა და სხვა არის რჩეულობა. რჩეული ადამიანი რო შეუმჩნეველი დარჩეს შეუძლებელია. რადგან რჩეული ადამიანს იმ ხელა სიყვარულიც გააჩნია და ღვთისცოდნა გააჩნია და ვისაც ღვთისცოდნა გააჩნია, ის ვერ დაიმალება. მამაო, თუ შეიძლება რომ აი სიტუაცია ძალიან ბევრი ადამიანი ხა დღეს მაგალითად ისეთ სიტუაციაა, რომ აი სარგებლობს იმის, რომ ღვთისგან რჩეულია ის აქეთ იქით და რაღაც ის აი თუ შეიძლება ეს ჩაითვალოს სიტყვაზე იმათ, რომ ვისაც უნდა რომ ამით სიტყვაზე იმოქმედოს სხვა ადამიანებს და ძალიან ბევრს გამოზდის ხოლმე სამწუხაროდ რა რაღაც გამორჩეული ის აი ჩემი მამაო ესეთია, ჩემი ეს ესეთია და აი ეს მომენტი ხდება ხოლმე. ამდენად მამაო მისაღებია და ამდენად შეიძლება ცდებოდე იმ ადამიანში, იმიტომ რომ ხშირი შემთხვევაა რომ ვიღაცას აი ესე აღმერთებენ, აკერპებენ და ამ დროს სულაც აი თვითონაც მოსწონს და თან შენ ისე გაბრმავებს რომ სულაც არ არის ისეთი უბრალოდ გეჩვენება რომ რაღაცა სასწაული არის და ასე შემდეგ. აი ადამიანი თუ ეს სამდელოებაზეა საუბარი და ასე შემდეგ იოანე ოქროპირის სიტყვები მომწონს ძალიან იოანე ოქროპირი ამბობს რომ ღმერთი ყველა სასულიერო პირის ხელით მოქმედებს, მაგრამ ყველა არ არის ღვთისგან რჩეული. თუ ადამიანი გეუბნება, რომ ჩემი მამაო ესეთია, ჩემი მამაო ისეთია, ამ ადამიანს უბრალოდ უნდა კითხო, ქრისტე როგორია. და თუ მან იცის ქრისტე როგორია, მაშინ შემართლა კარგია მისი მამაო. და თუ მან არ იცის ქრისტე როგორია, ქრისტე ვინ არის, ქრისტე თუ არ შეაყვარა მამაო, მაშინ ის მამაო უბრალოდ ძალიან დიდი მადლობა მამაო. ერთი კაი პასუხისათვის. მამო, აი რამდენად თვითონ უკვე მართლმადიდებელი ჩვენ დავიბადეთ და რა ბედნიერია ის ადამიანი, ვინც ამ ქვეყნად გაჩნდა და უკვე მართლმადიდებელი არის, როგორ ის აი და არ გაჩნდი სადღაც ისეთ ადგილას, რომ არ ხარ მართლმადიდებელი და ვერ ხარ, ხო სამწუხაროდ მართლმადიდებელი, ნუ სამომავლოდ შეიძლება გახდე, მაგრამ ესეთი რაღაცა ნაჩუქარი ეგრევე იბადები და აი ამ ხელა ჯილდოს ფლობელი ხდები, ხო ადამიანი. რამდენად ეს არის აი ერი მაგალითად გამოარჩია ღმერთმა, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს აქვს ის მომენტი, რომ სიტყვაზე აუ არა ღმერთს ყველა ერთნაირად ყავს გამორჩეული და ასე შემდეგ და არის მეტი პასუხისგებლობა, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლობაში ახლა დაიბადე და ის, მაგრამ აი რამდენად ღმერთი ანიჭებს მეტ პასუხისგებლობას და თხოვს მეტს მართლმადიდებლებს და რამდენად მოგვეთხოვება ეს და თუ ვართ მამაო რჩეულნი და გამორჩეულნი აი ამ შემთხვევაში რომ გავიბადე წარმინით ვიღაცა შრომობს სადღაც ირანელი ვიღაცა შრომობს იმისათვის რომ ღმერთი იპოვოს და ბოლოს ხდება მართლმადიდებელი ხო ამდენი წვალების მე და მე დავიბადე მეორე მსო დღეს სიტყვაზე მომნათლეს და რა ბედნიერებაა ხო სიტყვაზე აი ეს მომენტი მამო ჩვენ უშრომელად მოგვეცა ხო ეს ყველაფერი და თუ არის მამო აი ერი ხა არ მინდა რომ ის გავაკეთო რაღაცა ის აი ქართველებო და რაღაც მაგრამ ერი თუ ვართ ჩეული ერი და თვითონ აი ვინც მართლმადიდებელი იქ რუსები ბერძნები თუ ვინც იქნებიან თუ არიან ღვთისაგან ჩეული მამო რამდენად ეგოისტურად შეიძლება ცოტა ჟღერდეს ეს ის მაგრამ თუ ვართ რაღაც გამორჩეული ამით და თუ უნდა ვაფასებდეთ ამას
ორად დავყობ თქვენს კითხვას, რამდენად ეგოისტურად ჟღერს და რამდენად რჩეული ვართ. მე ვიტყოდი ესეთ რაღაცას, აი ხშირად სვამენ ადამიანები კითხვას, თუ რატო გამოირჩია ღმერთმა მაინც ისრაელი, ერთი ერი რატო გამოირჩია და ვერაკვირდებიან ამ ერის საწყისებს, რადგან ღმერთს ერი არ გამოურჩევია. არც ერთი ერი არ გამოურჩევია ღმერთს და არც ერთი ერი არ არის ამ გაგებით რჩეული. ღმერთმა გამოირჩია პიროვნება, ღმერთმა გამოირჩია აბრაამი, რომელიც გამრავლდა და რომელიც ერად იქცა და აქედან გამომდინარე გახდა ის რჩეული ერი და არა იქიდან გამომდინარე რაღაცა ჯგუფი გამოირჩია. და გამორჩეულობა თვითონ აი ერის გამორჩეულობა რა თქმა უნდა დამოკიდებულია თვითონ ერის საქმიანობაზე, რამდენად ღმერთისკენ მიდის, როგორც ბიბლიაში წერია, ადამიანი გზას ირჩევს და ღმერთი ეწევაო. აი ჩვენ გზა ავირჩიეთ და ამაში გვეწევა ღმერთი, მაგრამ რამდენად მივდივართ, იმდენად ვართ გამორჩეულები. აი მთლიანად, რადგან ქართველია და გამორჩეულია, ვერ ვიტყვი, მაგრამ თქვენ სწორი ბრძანეთ, პოტენცია მეტი აქვს. რადგან მას მეტი აქვს, როგორ გითხრათ, აი ქართველის შეფასება, ქართველი კაცის თუნდაც ურწმუნოს შეფასება, აი კაი ადამიანია, ან ეს კარგია, ეს ცუდია, მაინც მართლმადიდებლური ცნობიერებიდან გამოდის, არა მთლიანად, მაგრამ მაინც საწყისი მართლმადიდებლური აქვს, რადგან სხვა ცნობიერება ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენი ერი მაინც მართლმადიდებლურად იზომება და მართლმადიდებლური ცნობიერება, თუმცა ქართველობა არ ნიშნავს იმას, რომ რჩეულია. როდესაც მღვდელი წირვას ატარებს, როდესაც ხალხს აზიარებს, მაშინ მობრუნდება და ამბობს, რომ აცხონე უფალო ერი შენი და აკუთხე სამკვიდრებელი შენი. ეს იმას ნიშნავს, რომ უფლის ერი არის ის, ვინც მას ეზიარება. მაგრამ ქართველობაში დადებითი ის არის, რომ ქართველობაში დიდად შესაძლებელია, რომ მარტივად მივიდეს ღმერთთან, იმიტომ რომ ყველგან ტაძარია, ყველგან ამის შესაძლებლობა არის და მეტი შანსი აქვს, მოდი ესე ვთქვათ. ეს არის ქართველის რჩეულობა, რომ მას მეტი შანსი აქვს, რომ გახდეს მართლმადიდებელი და ამ კუთხით თუ ვიტყვი, რჩეულია ის, ვინც ქართველად დაიბადება, მაგრამ რახან ქართველად დაიბადა, რჩეულია და გადარჩება, ეგ არა. მეორე კიდე მშობლებზე ძალიან დიდად არის დამოკიდებული. მე ესე ვიტყოდი, რომ აბრაამი თუ პიროვნება ერჩია ღმერთმა, მაშინ ესე კითხვა რო დავსვათ, აბრაამმა იცხოვრა, რწმენა ჰქონდა და მოეწონა ღმერთს და აირჩია, მაგრამ რა გააკეთა იოანე ნათლიმცემელმა, რომ მის დედის მუცელშივე რომ იყო რჩეული და განა რამე დამსახურება ჰქონდა იოანე ნათლიმცემელს სანამ ის დაიბადებოდა, რა თქმა უნდა არა, მაგრამ აქ არის ზუსტად ის მთავარი პრინციპი, რომ მისი რჩეულობა მისმა მშობლებმა განაპირობეს. რადგან დიდი ყავდა მშობლები, დიდი იბადებოდა და ამას ეწეოდა ღმერთი. ამიტომ ჩვენი რჩეულობა ზოგჯერ მშობლებზეც არის დამოკიდებული და ჩვენზეც არის დამოკიდებული. შეიძლება მშობლები დიდი იყოს და თვითონ არ იყო არაფერი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცას დიდ როლს თამაშობენ ჩვენი წინაპრები და ჩვენი გენეტიკა, რომელიც არის მართლმადიდებლური და ღვთისმსახურებაშია ეს ყველაფერი გამოცობილი და გამოწრთობილი. მადლობა, მამო, შეიძლება რომ მეტი მოგეთხოვოს, რახანც მეტი მოგეცე. ეხლა ვიღა უშრომელად რომ მოგეცვი, დაიბადები და ამ ხელა შანსი ცხონებისა, ხო უკვე თითქმის ეხლა ვიღაცამ რომ უნდა გავნოს 100% უკვე რომ გაჩნდები და დაიბადები და ბავშვობიდან რომ გაზიარებენ და რაღაცა უკვე ფაქტიურად 60 გავლილი გაქვს, ხო, რაღაცა მეტი მოგეცა, ხო, სხვაზე და მეტათაც მოგეთხოვება, მამაო, სხვაზე, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა ისე მოგვეცა და რაღაცა მოვდუმდით ამ ყველაფრით რა და თითქოს აი რაღაც გეკუთვნოდა რა, ის მართლმადიდებლობა დაიბადე და გეკუთვნის და ესე რომ არ არის იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრად ძალიან ცუდად დაგვიჯდება ის რომ სიტყვაზე ღმერთმა ესე მოგცა და არაფასებ, ხო, ამ ყველაფერს და არც ხო ძალიან ბევრი ადამიანია. ისე დიდარ და ლაზარეს იგავს მეუბრუნდები და როდესაც ეუბნება დიდარი აბრაამს, რომ მამაო აბრაამო, ვინმე მკვდარი მიუვლინეო, ჩემს ძმებსო, რომ გაიგონო აქ რა ხდებაო და აქ არ მოხდნენო და აბრაამი ეუბნება მათ ყავთო მოსე და წინასწარმეტყველებიო და მაგათი ისმინონო. აი ზუსტად ამას ეტყვიან ყველა ქართველს. მას სიცოცხლეში არ წამდა მოსესი და არ წამდა წინასწარმეტყველების და ამიტომაც მოხდა იქ. და ყველა ქართველს ეტყვიან, თქვენ ეგერ გქონდათ მართლმადიდებლური ეკლესია და გესმინათ მაგისიო. ვინც არ ისმინა.
აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მეტი მოეთხოვება, რადგან შანსი მეტი ქონდა. ყველა ადამიანს, ვისაც მეტი შანსი აქვს, მეტი მოეთხოვება. აი მაგალითად მინდა ესე გვასწავლიან მამები, რომ იუდა ყველაზე ესეთ მძიმე სატანჯველშია და ყველაზე ღრმა უსხულშია ამბობენ და არამ განაპირობა ეს. რა არის ამისი განარა გააკეთა ყველაზე ცუდი კი ღალატი ცუდია, მაგრამ ბევრს უღალატნია, ბევრს მოუკლია, ქრისტეს ცემდნენ, იუდას არ უცემია, ღალატობდნენ კიდეც, აფურთხებდნენ კიდეც, მოკლეს კიდეც, მაგრამ იუდაზეა ნათქვამი. და რატომ იცით? იმიტომ რომ მეტი მიეცა. იუდა მოციქული იყო. და აი ამ მოციქულმა ესო გააკეთა. წარმოიდგინეთ, რომ როდესაც იუდა იმქვეყნად დაინახავს პეტრეს, რომელიც გაბრწყინებულია მაცხოვართან და თავის მდგომარეობას, მეტად უფრო მეტ სატანჯვეში იქნება. ამიტომ ადამიანს, რომელსაც მეტი შანსი ქონდა, მას მეტი ტანჯვა აქვს შინაგანა და ეს არის მისი ჯოჯოხეთი. ამიტომ შანსები ბევრია და ვინც არ იყენებს ამას, რა თქმა უნდა, მეტად მოეთხოვება, ანუ მეტად დაიტანჯება, რატო არ გავაკეთეო. მადლობა მომო. მამო, საერთოდ აი არ შევეხები სასულიერო პირების თემას, მაგრამ ეკლესიის ამბავში შეიძლება რომ აი სიტყვაზე ჭირთ ხოლმე ესეთი ადამიანებს, როცა დააშავებენ, ხო? მე სხვა ცოდვილებს ეუბნებიან რომ მე შენაირი ვარ, რა მოხდა? აი სიტყვაზე ეკლესიური ადამიანია, ხო ვიღაცა, ხო? და აი იქამდე ცხოვრობს, რაღაც პატივს ცემენ, დიდ პატივშია, ხო? სიტყვაზე რომ იქ ეკლესიურია და რაღაცა სხვანაირად უყურებენ. მე რომ დააშავებს, ხო? აი იქამდე ამ პატივს ირგებს, როცა არის პატივში ხოლმე და მე შემდეგ რომ დააშავებს, არა მე შენაირი ვარ, მე რა მოხდა რაღაცა და იქამდე ირგებდა ამას, ეს იქნება, ავიცი, სხვადასხვა შეიძლება სტრუქტურებში თუ სადაც არ უნდა იყოს, ხო, სამსახურში, ნებისმიერში ან სიტყვაზე ეკლესიაში, ხო, ვიღაც, აი მე ვარ სიტყვაზე სტიქაროსანი. და ცემენ პატივს ამ სტიქაროსნობის გამო დავდივარ და აი უსტიქაროსანი ადამიანი ან მე დავითნი ან გალობელი. მე სადღაც დავაშავებ და ეს მავიწყდება გამორჩეული რო ვიყავ, მეც თქვენაირი ვარ, რა მოხდა? აი ეს მამაო, რამდენად შესაძლებელია და რამდენად სწორია, იმიტომ რომ როცა პატივსა შინახა ძალიან იფერები და აუ ამ ეკლესიას სიტყვაზე ესე ამოფარებული და მოგწონს, ხო? რომ დააშავებ, აუ მეც თქვენაირი ვარ, ძმაო, აი ხმა აპატიეთ ეხლა. აი როგორ ხდება ხოლმე, მამაო, არ მინდა კიდე დიდ იმებზე არ გადავდივარ ერქებზე. პატარა იმას აი სიტყვაზე სახურს ვამბობ, რომ ნუ რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ღვთისმსახურება შეუდგება, შეუძლებელია ის სხვანაირი არ გახდეს. და ის სხვანაირი უნდა იყოს, თუმცა ბუნებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ერთი ვართ, ღვთისმსახურები თუ არა, მაგრამ განწყობებში ვარ სხვანაირები და ცხოვრების წესში ვარ სხვანაირები. როდესაც ჩვენც ვამბობთ, რომ ჩვენ ცოდვილები ვართ, მეც ხშირად ვამბობ ამას, მეც ცოდვილი ვარ, მაგრამ განსხვავდება ეს ყველაფერი ერთმანეთისაგან, იქიდან გამომდინარე, რომ ვინ როგორ უყურებს ცოდვას, ვინ როგორ შეხედავს ამ საკუთარ შეცდომას. შეუმცდარი ადამიანი არ არის ეს, რომ ვინმე მთქვას, მაშინ ის ყველაზე დიდი შემცდარი იქნება. და აქედან გამომდინარე, თუ ვინმე იტყვის, რომ მეც ცოდვილი ვარ, მეც შემცდარი ვარო, შესაძლებელია ოღონდ სხვანაირი, რადგან ჩვენ სხვანაირად უყურებთ, ჩვენ ცოდვებს, ჩვენ შეცდომებს სხვანაირად უყურებთ. ერთხელ უბრალო მაგალითს მოვიყვან, როცა თვითმფრინავით მივფრინავდი რაღაც როგორც მანქანა ორმოში ვარდება, ესე დაიწყო და ვიკითხე რა არის მეთქი და ორმოებში ვარდება და ახაც არის მეთქი ორმო ზემოთაც არის და ქვემოთაც. ამიტომ გააჩნია ახლა დლის ცოდვა, დლის განწყობა სხვა არის, მორწმუნე ადამიანის ორმო სხვა არის და ურწმუნოს ორმო სხვა არის. ამიტომ ცოდვილიანობა არა მხოლოდ საქმით გამოიხატება, არამედ ადამიანის წყობით და ადამიანის სულიერი დამოკიდებულებით რას როგორ უყურებს და დღევანდელი პრობლემა ზუსტად ის არის, რომ დღეს არც ეკლესია აყვედრის ვინმეს ცოდვის გამო რაღაც ესეთი ყვედრებები არ არის, უბრალოდ იმის გამოა დღეს პრობლემა, 21 საუკუნის პრობლემა, მე ეს მგონია, რომ ცოდვა მადლად მოგაჩვენონ, ცოდვა სიკეთედ და ცივილიზაციად მოგაჩვენონ. აი ამის წინააღმდეგი ვარ ჩვენ და არა იმის, რომ დღეს მეტი ცოდვა ყოველთვის იყო. ყოველთვის ცოდავდა ადამიანი, მორწმუნეს და ურწმუნოს, მაგრამ ზუსტად ის არის მათი ზოგიერთების განწყობა, რომ ცოდვა ეს მიღწევად მიიჩნიონ და
ეკლესია რასაც ამბობს შემორჩენილობად. აი ამისი პრობლემა არის 21 საუკუნეში, რადგან გონების შეცვლა უნდათ და თუ ადამიანს ცოდვამ გონება არ შეუცვალა, მაშინ ის ჯერ ცოცხალია. და როცა გონება შეეცვლება და იმას დაიჯერებს, რასაც დღევანდელები უკიჟინებენ, მაშინ ის წმინდაც რო იყოს და პატიოსნადაც რო იცხოვროს დაღუპულია. თუ მას ჯერა რომ ის ცივილიზაციაა, რასაც დღეს გვიხადაგიან ზოგიერთები. საქმე რაშია, იცით, აი მაგ შემთხვევაში ხა ეს ახალი ლიბერალური ფრთები იქ რაღაცა არ ვიცი, რამდენაირი სექტები ჩამოყალიბდა კიდე. აი ეს ადამიანები, მამაო, ხა მე ამ სექტებად მიმაჩნია და ნუ მიმართავ, იმიტომ რაღაცა ათასებისგან რო განსხვავდებით რაღაც 5 და 10 კაცი და გონიათ რომ თქვენ უნდა შეცვალოთ მართლმადიდებლური სამყარო აქამდე თქვენს გარდა არავინ არ დაბადებულა ამის შეცვლელი. ეს სექტა უკვე, აბა რა არის ახლა? ეს შიდა სექტა, რომელიც უფრო საშიშია ვიდრე გარე სექტა, ეს ცალკე თემაა კიდე. ბოდიში ვიხდი, არ გადავალ თემას. ჩემი პირა საქმე რაში იცი მამაო, ესენი დადიან მამაო და მაინც ვერ გაურბიან იმას, რაც დაიწერა 2000 წლის წინ მამაო. იმიტომ აი ერთი აი რაღაცა შორი კრუგიდან მიდიან და ბოლოს მაინც ხვდებიან რომ იქ მოდიან, სადაც სიმართლეა და მაინც ღმერთამდე მოდიან, იმიტომ რომ იმ კანო იმას მაინც ვერ გაცდე რაღაცნაირად და თვითონაც ხვდებიან, უბრალოდ ეხა თავს იბრმავებენ და იმაშობიან და ამდენად მამაო, აი მათი ეს რჩეულობა, მათი ეს გამორჩევა სიტყვაზე ეხა ახალი ის წამოვიდა რომ რაღაცა ხელოვნებისკენ მიიღწვიან, აი ეს თუნდაც აი ზოგიერთი ადამიანი ვინც აი ამ ყველაფერს ცვლიან და ვითომ უნდა შეცვლა რაღაცა, ვითომ იმ ადამიანებამდე დადიან, ვინც ცოდვაში არიან და მათთან ურთიერთობენ, ოღონდ უკვე ლამის იმ ცოდვებსაც თვითონ ჩადიან. აი ეს ამდენად არის მამაო გამორჩეულება და ვისგან არიან ეს ადამიანები რჩეულები, თუ შეიძლება რომ უთხრათ მას აი აქედან არქიმანდრიტმა ადამიანმა რომ აუხრათ. ჩემი არის მიტყოლმე და იქნება აი იმიტომ რომ მათ გონიათ რომ ღვთისაგან გამოიჩნენ და არიან აი თქვენ რო უთხრათ ვიღაცა სხვა საძმომ რო უთხრას მამაო, მათ გონიათ რომ არიან დევნაში და ჩემი სახელით მრავალი იდევნებიან და აი მე ვარ ერთ-ერთი და აი ეს ამ იმიჯით ატყუებს ბოროტი მე. ვისგან არიან მამაო ესენი რჩეულები, იმიტომ რომ ფაქტია რომ გამორჩეულები არიან, ეგენიც რაღაცა ყვირიან და ჩანან ხო ამ ქვეყნად. ადამიანს რომელსაც ადამიანის წინაშე უნდა გამოჩენა, დიახ. რა თქმა უნდა ის არ არის ღვთისგან შეეული. საერთოდ ვისაც ერთი ფილოსოფოსი ამბობს, ვისაც ამ ქვეყნიური დიდება უნდაო, მასო ადამიანი დიდად უნდა მიაჩნდეს, ადამიანზე უნდა ფიქრობდეს, რომ ადამიანი დიდია და ასე შემდეგ, მაგრამ ვინც ღმერთს დაინახავს, ის ხედავს ადამიანი დიდია და არ არის და ადამიანისგან დიდებას უკვე არ ღებულობს. როგორც ამას მაცხოვარი ამბობს, რომ მე ადამიანისგან არ ღებულობო დიდებასო, მაგრამ რა გითხრათო იოანემო. ასევე ყოველი ვინც მაცხოვარს დაუკავშირდება და ვინც მაცხოვართან კავშირშია, ის ადამიანებისგან დიდებას არ ელის და ესენი ადამიანებისგან დიდებას ელიან და ვინც ადამიანისგან დიდებას არ ელის, აი ის არის ღვთისგან შეეული და ადამიანები, რომლებიც ქრისტეს ცნობიერებას არ მიყვებიან, არ ვიცი ვისგან არიან რჩეულები. ნამდვილად ღვთისგან არ არიან და. დიახ. იმიტომ რომ მათ გონიათ მამაო, რომ რაღაცას ხვეწავენ, რაღაცა ის, იმიტომ რომ აი ძალიან ბევრი ადამიანი სიტყვაზე რო ვეუბნები ხოლმე, რომ სიტყვა ჯულის კანონით სიტყვაზე ამას ხო არ ხვე მამაო. შენ კიდე ეს რო იწერებოდა გარეთო სისხლი იღვრებოდაო, ესე იგი რაღაც აქო არასწორით წერიაო და ესეთი რაღაცები. ანუ აი ეს მომენტები აქვთ მამაო რა, აი რატო რამდენადაც რა ვიცი, სისხლი მაშინაც იღვრებოდა, როცა სახარება იწერებოდა. დიახ. სისხლი მაშინაც იღვრებოდა, როცა ქრისტე გადაგებდა. სისხლი მაშინაც იღვრებოდა, როცა ქრისტე მიცვალებულს აღადგენდა, ან ნეტარებებს გადაგებდა და ასე შემდეგ, მაშინაც იყო მშიერი ხალხი სხვაგან ისრაელის გარეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს იცრუია. უბრალოდ მთლიანობას უნდა დააკვირდეს ადამიანი და 21 საუკუნის პრობლემა ის არის, რომ ღმერთი გარიყეს თავისი ცხოვრებიდან, ღმერთი გარიყეს სახელმწიფოდან, ღმერთი ყველა იმიდან გარიყეს, გადდევნეს ღმერთი და ადამიანი მართავს თვითონ, მაგრამ ადამიანი ღვთისგარეშე ეცემა, მისი გონება ეცემა და მისი მართლობაც უკვე დაცემულია. აქედან თუ ვიმჟელებთ მართლმადიდებლობის სიდიადე იმაშია, რომ მართლმადიდებლობა მიცის, რომ ადამიანი პირველ საუკუნეში რაც მოხდა, ანუ მართლმადიდებელისთვის ცენტრი არის ქრისტეს განკაცება. ქრისტე, რომელიც არის ღმერთკაცი და აი ღმერთკაცზე არის დამოკიდებული მთელი ჩვენი სწავლება და ადამიანმა იცის, რომ მეორე ღმერთკაცი არ არსებობს.
ის არ მოვა არც 21, არც 25, ის იქნება უბრალოდ ანტიქრისტი. ჩვენ ველოდებით ადამიანის დეგრადაციას და არა ადამიანის წინსვლას გონებით. ესენი ელოდებიან ადამიანის ცივილიზაციას. და რაც უფრო ანტიქრისტესკენ მიდის ადამიანი, მით უფრო დეგრადირებული ხდება. მით უფრო ცუდ დღეში ვარდება. ამ ქვეყნიურად კი იქნება ცივილიზირებული და შეამოკლებს ამ ქვეყანას, როგორც დღეს არის შემოკლებული და შეიძლება 5 წუთში იგაჩნდეს და ჩვენ დღეს 5 საათი გვინდა, მაგრამ ეს არ არის ცივილიზაცია. ცივილიზაცია არის ადამიანის ღმერთთან ურთიერთობა. ადამიანის ღმერთთან სვლა, ღმერთისკენ სვლა, რადგან ერთადერთი ცივილიზაცია ეს არის ის, რაც ადამიანის გონებას ზრდის ღმერთში. და ადამიანის გონება ქრისტეს გარეშე ღმერთში ვერ გაიზრდება. ადამიანის გონება ქრისტეს გარეშე ღმერთში ვერ წარიმართება. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ცენტრი არის ქრისტე. და სამყაროში საერთოდ ახალი რაც მოხდა, ეს არის ქრისტეშობა, მეტი არაფერი არ მოხვედრილა. სულ ეგონათ რომ ცივილიზირებულები იყვნენ, რა გონიათ ახლა ფარაონს ეგონა რომ ცივილიზირებული არ იყო, ან რომ ხელა ცივილიზაცია ჰქონდათ მაშინ, ხო? ნუ ასეთი არ იყო, მაგრამ მაშინდელისთვის ძალიან დიდი ცივილიზირებული იყო ისიც. და ეგონა რომ ყველაზე დიდი ცივილიზირებული იყო. ასევე ბერძნებს როცა სანამ ის ქრისტიანები გახდებოდნენ, ხო როგორი ფილოსოფია ჰქონდათ სოკრატეს დროს და ასე შემდეგ და სოკრატე იმისთვის ერთ-ერთი ბრალდება სოკრატესი ის იყო რომ მზეს ღმერთად არ ცნობსო. როდესაც ისრაელმა იცოდა რომ მზე იყო ერთ-ერთი მნათობი და არა ღმერთი. და ისრაელს არავინ არ თვლიდა ცივილიზაციის ყერად, ითვლებოდა ათენი და ასე შემდეგ. ცივილიზაცია არ არის ის, რაც კაცობრიობას მიაჩნია. ცივილიზაცია არის ის, რაც ისრაელში ხდებოდა, რომ აი ღმერთის მისაღებად, ღმერთის შობისთვის მომზადება და დღეს კიდე ღმერთთან შეერთებისთვის მომზადება, რაც ჩვენთან ხდება მართლმადიდებლობაში. ეს არის ცივილიზაცია, ეს არის წინსვლა. ამიტომ ისინი როგორ არიან, იცით, თავიანთ შოუებს მართავენ, თავიანთ შოუებს გამენ, ალამაზებენ ამ ცხოვრებას, გიპყრობენ ამ ცხოვრებით და რაღაცა, მაგრამ აი გონებრივი ჭიდილი მათ არ შეუძლიათ. მათ შეუძლიათ რომ აი მაგალითად ამბობენ რომ აი ადამიანი მე მიყვარს და მან რაც გზას აირჩია მე ვეთანხმები და ასე შემდეგ. აი როგორ შეიძლება ადამიანს დაეთანხმო ყველა იმ არჩევანში რაც მან აირჩია. ესე იგი ეს ადამიანი არ გიყვარს. ესე იგი ეს ადამიანი გძულს როცა მან ცუდი აირჩია და შენ მაინც ამბობ რომ მე ის მიყვარს და წავიდეს ამ გზით. ამას ეკლესია ვერ იტყვის. ამას ადამიანის მოყვარული ადამიანი ვერ იტყვის, როგორც დედა ვერ იტყვის თავის შვილზე, რომელმაც აირჩია ნარკოტიკები ან რაღაცა ისეთი მკვლელი გახდა, ან თავს იხჩობს, თავს იკლავს, რაღაცას აკეთებს და ეს მისი არჩევანია და მე მიყვარ ჩემი შვილი და მოიკლას თავი და რაღაცა. აი ეგეთები არიან. არავითარი სიყვარული, პავლე მოციქული რომ ამბობს, რომ სიყვარული განხარდება ბოლო საუკუნეში, თვალნათლივ ჩანს, თითქოს უყვართ და შოუებში ჩვენ ეკლესიას გამოგვაჩენენ როგორც თვითონ დავსდებთ ვიღაცებს და თვითონ აი ესენი მოვსდებთ ვიღაცას და თვითონ უყვართ საზოგადოება და ეს ადამიანები უყვართ კი არა ძულთ, იმიტომ არ აინტერესებთ მათი მომავალი, რადგან ღმერთი არ აწამს. არ აინტერესებთ მათი არც ამ ქვეყნიური მომავალი, არც იმ ქვეყნიური მომავალი. უბრალოდ თვითონ გამოაჩენენ თავს, თვითონ ცივილიზირებული არიან და კაცობრიობა უყვართ. სინამდვილეში ძულთ კაცობრიობა, სინამდვილეში ძულთ ის ადამიანი, რადგან ის ადამიანი იღუპება და არ აინტერესებს. ერთი ფილოსოფოსი ამბობს, თავაზიანობა დახვეწილი გულგრილობა არისო. აი, დახვეწილი გულგრილები არიან, დახვეწილი გულგრილები და დახვეწილად გულგრილობენ და დახვეწილად უყვართ გულგრილად რა. ეგ არის მათი მომავალი და მათი დღევანდელობაც. ან მამო, რა მაინტერესებდა იცით, რომ ის ადამიანები ხო ვისაც სიტყვაზე, ვისაც ხარში უდგანან ეგენი სიტყვაზე, იმას ვერ ხედავ, რომ იგივე თავის ძმის ხარჯზე რო უდგანან ხოლმე. აი სიტყვაზე თავისი ძმის ხარჯზე, ხა მაგალითად ერთმა ადამიანმა მეორეს დაუშავა, ხო? და ის ვისაც დაუშავეს, მიდის და ვის ხარჯზე იცავს, ვინც დაუშავა, იმაზე ეუბნება ის ცუდი როგორ დაგიშავა, მე კარგი ვარ. ისინი ვერ ხვდებიან მაგას, აი სიტყვაზე და ეს მომენტი ხა მაგალითად იმას თუ იცავს, ჩვენ რატო არ გვიცავს? ან ლოგიკურად, ანუ ჩვენ თუ აი სიტყვაზე ის საწყალი არის და დაჩაგრული არის, ხო? იმის ხარის ხო არის, მაგრამ იმის ხარის თუ არის, ეხა ხო ჩვენ ვიჩაგრები, ჩვენ რატო არ გვიცავს ხოლმე, ხო? ანუ ჩვენ ხარ და ის ვერთმა დაგვიფაროს ისინი რო გვიცავდნენ. სიტყვაზე არა, ისეთი აი ვითომ ძალიან ლიბერალები რო არიან და ძალიან ისინი რო აი მე ადამიანი ცოდოა და გულში რო იხუტებენ, რა. მე უბრალოდ ისევ მაგათი და ისევ იმ ადამიანების მიმართებაში, რომელიც ეკლესიას ებრძვის, იმადზე ვიტყვი, რომ აი ესეთი მოსაზრება მინდა ვთქვა, რომ როდესაც მაცხოვარი ამბობს, რომ ადამიანებს
სულიწმინდის გმობაო არ მიეტევებათო და ძის გმობა მიეტევებათო, სინამდვილეში არც ძის გმობა მიეტევებათ, თუ ვიტყვით რომ ეს არის საუბარი სამებაზე, მაგრამ ქრისტე თავის განკაცებულ დროზე ამბობს ამას, რადგან ძალიან რთული იყო ადამიანს გაეგო, რომ ქრისტე ღმერთია, იმდენად კაცი იყო და ძალიან რთული იყო დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ ეს კაცია იმდენად ღმერთი იყო, რადგან რასაც ის აკეთებდა, ეს მის გაკეთება კაცს არ შეიძლება, არასოდეს არ გაუკეთებია, ვერც არასოდეს გააკეთებს და ამიტომ იცოდა ღმერთმა გამჩენმა ქრისტე, რომელმაც შექმნა სამყარო, იცოდა, რომ ადამიანს გაუჭირდებოდა ძის შეცნობა, განკაცებული ძის შეცნობა და თქვა, რომ ძის გმობაო მიეტევებაო პატიობს თავის გმობას, თავის მკვლელობას პატიობს, რადგან ძნელი ადამიანი ვერ ხედავს მის ღმერთობას და დღეს როგორ შეიძლება ეს გავიგოთ, რომ დღეს შეიძლება ძეში ვიგულისხმოთ განხორციელებული, ანუ ხორციელი ეკლესია, დღევანდელი ეკლესია, რომელიც თავისი მსახურებით და თავისი ყველაფრით, ანუ ქრისტე არის ეკლესიის თავი და ჩვენ მისი სხეულები და ამიტომ ჩვენ ხორჩესხმული ეკლესია შეიძლება ამაში ვიგულისხმოთ და როცა ადამიანი ეკლესიის ვიღაცა მღვდელს ან მღვდელმთავარს ან ეკლესიის მსახურებს აგინებს და რაღაცა შეიძლება მართალიც არის რაღაცაში ვიღაცა მართლა დააბკოლა, ხო ჩვენ ვერ ვიტყვით რომ არავინ არავის არ აბკოლებს, მაცხოვარმა თქვა რომ ვაი იმასო ვინც ერთ იმათაგანს დააბკოლებსო ვინ ჩემსკენ მოდისო და ეს რო არ ყოფილიყო და ვიღაცები ვიღაცებს არ აბკოლებდეს მაცხოვარი ამას არ იტყოდა. Რა თქმა უნდა ჩვენ მეც და ყველას შეიძლება დაუშვა შეცდომა და დააბკოლოს ვიღაცა და ვიღაცა მაგინოს და მართალიც იყოს, ხო? ამიტომ ეს მიეტევება ყველას, ვინც ეკლესიის ვიღაცა წევრს აგინებს, ან ვიღაცას ეს მიეტევება, მაგრამ ვინც მართლმადიდებლობაში მადლს, ანუ სულიწმინდის მოქმედებას ვერ ხედავს, აი ის ვერ ცხონდება. ის ვერ გადარჩება ვერაფრით. ამიტომაც ვინც მართლმადიდებლობის ერთადერთ ჭეშმარიტობას ვერ ხედავს, ვინც მართლმადიდებლობის მაცხონებლობას ვერ ხედავს, აი იმას არ მიეტევება. ხოლო ვინც ზოგიერთ მართლმადიდებელს რომლისგანაც დარკვეულდა მაგაზე თუ აუგს ამბობს, ეს კიდე მისატევებელია და ღმერთმა შეუნდოს, მაგრამ ყველამ უნდა დაინახოს, რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია და ის ჭეშმარიტი მაცხონებელი რელიგია. ამის გარეშე ცხონება არ არის. ეს არის რჩეულობაც, ვინც ამას დაინახავს. ის არის რჩეული. ეს რჩეულობა. ანუ მამა ამას განსაკუთრებული მადლი უნდა ღვთისა, ხო, რომ აი ამას მიხვდე, ხო? მაცხოვარი ამბობს, რომ თქვენ კი არ ამირჩიეთ, მე აგირჩიეთო თქვენ. ანუ ეს როგორც მოციქულებს უთხრა, ისე ყველას უთხრა. რადგან მაცხოვარი თან კი არ მიდის ადამიანი, კი არ მიდის ღმერთთან, ღმერთი მოვიდა ჩვენამდე. ესეთი ფორმულა არსებობს, რადგან ადამიანი ვერ განიმხვდო, ღმერთი განკაცდა. მამების ნათქვამია ეგეთი ბრწყინვალე სიტყვები და ღმერთი განკაცდა, ღმერთი მოვიდა, ღმერთი მოდის ყოველი ადამიანამდე. მაგრამ მე მინდა აქვე გითხრათ, აი აბრამის ცხოვრებაში როგორ წერია, მასთან სამება მივიდა, ესე პირდაპირ წერილი კი არ გაუგზავნია, მე შენთან მოვდივარო. არც იცოდა, ხო? აბრამი ზის თავის მამრეს მუხასთან და ელოდება მგზავრს, რომ დაღლილი მგზავრი ნახოს, შეიყვანოს და დააპუროს. და ის ზუსტად ხედავს სამ მგზავრს, არ წერია რომ ღმერთი იხილა ან რაღაცა. წერია სამი მგზავრი ნახა. შემოგზავრითო ჩემთანო. შეიყვანა როგორ სამი მგზავრი, როგორ სამი კაცი, ვიღაცა უცხო, აი ესე შეიყვანა. და აღმოჩნდა სამება. აი რამდენჯერ ჩაიარა ჩვენ და რამდენჯერ ჩაგვიარა ღმერთმა და რამდენჯერ მოვიდა ჩვენს მამრეს მუხასთან და რამდენჯერ არ მივიღეთ. აი ეს უკვე ჩვენ უნდა დავითვალოთ, თორე სინამდვილეში ღმერთი ყველასთან მოდის, ღმერთი ყველას ირჩევს. მაგრამ ყველა არ ირჩევს ღმერთს. აი ამაშია პრობლემა. აი ეს მინდოდა ზუსტად რომ მეთქვა მამაო, თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით ბოლო სამწუხარო დრო იწურება ჩვენი და აი როგორ უნდა მივხვდეთ მამაო და როგორ უნდა მივიდეთ იქამდე რომ ადამიანები აი ანუ აი არის რაღაც იარაღი რომ სიტყვაზე რაღაცა მოწყალები, ზოგი აი რაღაცა იმით რაღაც სტუმრის მოლოდინში რაღაც ხო იყო აი ეს მომენტი ხო და აი რითი აი სიყვარული რაღაც აი რა არის ძირითადი ის მცნება რითაც ჩვენ დავინახავთ ღმერთს და რითაც მივხვდებით რომ ჩვენ ღმერთმა გამოგვირჩია და ჩვენთან მოვიდა, იმიტომ რომ ჩვენ მატარებელს ხშირად ჩაულია, მაგრამ ჩვენ ვერ დაგვინახავს, რომ იმ მატარებელზე შევხვდით და ერთხელაც აი ახლა გეტყვით, ვინც მართლმადიდებელი არ არის. დიახ. და ვინც ამ სიტყვებს ისმენს. მას მეუბნები, არა, მას მეუბნები მე, თუ უნდა იყოს რჩეული, გახდეს მართლმადიდებელი და მე მართლმადიდებლობა ასწავლის, თუ როგორ რა უნდა გააკეთოს და რა არის რჩეულობა. თუ გაიგო ეს სიტყვა,
და არ მიიღო, ესე იგი გაუშვა ღმერთი. და მე პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, რომ ვინც მართლმადიდებელი გახდება, ოღონდ მართლა მართლმადიდებელი რო გახდება, აი ეს უკვე რჩეულია. დიახ, ძალიან დიდი მადლობა. თვითონ მართლმადიდებლებში მამაო როგორ? აი მართლმადიდებლებში სანამ ღმერთს არ დაინახავს, არ უნდა გაჩერდეს. მოსემ რამოდენიმეჯერ ნახა ღმერთი და კიდე ეუბნება, ღმერთო მეჩვენეო. აი თუ შენ ქრისტესთან მიხვედი და ქრისტეს სანამ არ დაინახავ, არ უნდა გაჩერდე. ქრისტეს სანამ არ შეიცნობ, არ უნდა გაჩერდე. ქრისტეს სანამ არ იტყვი შენ პავლე მოციქულივით, მე ქრისტეს გონება მაქვს, არ უნდა გაჩერდე. რო არ უნდა მოვტყუდეთ, როგორ უნდა გავაკეთო? მაგრამ აი მინდა რომ ეს თემა მაგის აი ზუსტად გონებას აქვს თავისი საზომი. ცდება ის, ვინც გონებას იყენებს საზომად. გონებას თავისი საზომი აქვს და მისი საზომი არის წმინდა წერილი. წმინდა წერილით უნდა ვნახოთ ეს ყველაფერი და წმინდა წერილი ამოწმებს მოძღვარსაც, წმინდა წერილი ამოწმებს მღვდელსაც, ეპისკოპოსსაც და ყველას. წმინდა წერილი გვამოწმებს ჩვენ და წმინდა მამები. აი ამით უნდა მივხვდეთ. დიახ. ძალიან დიდი მადლობა, მამაო, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანის გონება რაღაცა ისეთ დაცემულია, რომ ყველას გონია რომ რჩეული, აი საქართველოში მით უმეტეს ცხოვრება ადამიანს. და დაფიქრდეს რისთვის დადეს ეკლესიაში. დიახ. რა უნდა? დიახ, აი თითოეულ ჩვენთაგას მამაო, ცალკეც რო გკითხოთ. პური ჩვენი არსობის ამომე ჩვენ დღეს, მაცხოვარმა რო გვასწავლა, მამაო ჩვენო. ეს ეკლესიის გარეშე შეგიძლია ითხოვო და ღმერთი გაძლევს. აი იმის სათხოვნელად ეკლესიაში თუ მიდიხარ, არ არის სწორი. არ არის. მამაო, ეკლესიაში ქრისტეს შესაძნობად უნდა მიდიოდე. ქრისტეს შესაძნობად და არა მიწიერისთვის. დიახ, კარგით, მამაო, კიდე 3 წუთი დაშეთ, თუ რამეს დაამატებთ თქვენ აი სასულიერო პირებზე თუ შეიძლება მამაო კითხავთ, რომ რამდენად არიან რჩეულები და განსაკუთრებულად დავამატებ იმას, რომ ცოდნა ამპარტავნებს, სიყვარული აშენებსო. პავლე მოციქულმა თქვა. აი ამ სიტყვებს ძალიან ხშირად შეცდომით განმარტავენ, თითქოს ცოდნა არ არის სწორი და საჭირო. არა და ამას არ ნიშნავს, პავლე მოციქული სანამ ამ სიტყვებს ამბობს კორინთელებს ეუბნება და ეუბნება, რომ კერპი არ არსებობს, ვიცით რომ კერპთაყვანიცემლები ჩემი სიტყვით ვამბობ ახლა შინარს, რომ კერპთაყვანიცემლები შემცდარები არიან, შეცდომაში არიან და ვიცით რომ ჩვენ ვართ რჩეულები ღვთისგან. მაგრამ აი ამის ცოდნა ამპარტავნებს. ანუ რჩეულობის ცოდნა ვერ უნდა ხდებოდეს შენ რჩეული. არა, შენ რო რჩეული ხარ, ამის ცოდნა გაამპარტავნებს თუ ღმერთი არ გიყვარს. ანუ შენ რო აგირჩია ღმერთმა, ამით რომ ამპარტავანი არ გახდე, ღმერთი უნდა გიყვარდეს და მე ამბობს, სიყვარული აშენებს, არა ჩვეულებრივი სიყვარული კი არა, ღვთის სიყვარული აშენებს. ანუ შენ უნდა იცოდე რჩეული ხარ, მაგრამ ღმერთი იმდენად უნდა გიყვარდეს, რომ იმ ადამიანებს უნდა უყურებდე ისე, რომ აი მომავალი რჩეულები ესენი არიან. აი ესენიც უნდა ცდილობდნენ, რომ ისინიც ღმერთის რჩეულები გახდნენ და იმათმაც აირჩიონ ღმერთი. ეს არის ღვთის სიყვარული. ვისაც ღმერთი უყვარს, იმას კაცობრიობა უყვარს და უნდა ყველა იყოს რჩეული და უნდა ყველა მივიდეს ღმერთთან. ძალიან დიდი მადლობა, მამაო. რჩეული ადამიანებისათვის სხვა ადამიანი ძალიან ძვირფასია და სხვა ადამიანი არის რჩეულების რჩეული, ხო, მათ თვალში. ადამიანისგან რჩეული სხვა არის და ღვთისგან რჩეული სხვა არის. ადამიანებს უჭირთ ხოლმე საკუთარ თავზე უკეთესის გამორჩევა. აი როგორც მაგალითად შევადაროთ პავლე მოციქული და მატათა მოციქული. ორივე დიდი მოციქულია, რა თქმა უნდა, მოციქულია, მაგრამ სად პავლე მოციქულის ღვაწლი და სად პავლე მოციქული და სად მატათა. ამიტომ მატათა იყო ადამიანების გამორჩეული, პავლე იყო ღვთისგან რჩეული. ღვთისგან რჩეული ყოველთვის არის უფრო დიდი და უფრო ძლიერი. ზოგჯერ ადამიანები ვერ უგებენ მას, მაგრამ დიდი მადლობა, მამაო, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა და რა ვიცი, ყველაზე დიდი რჩეული ალბათ ღვთისაგან უბრალო ადამიანია და რაც უფრო უბრალო ხართ, აი მაშინ ხართ ღვთისაგან რჩეული, ჩემი პირადი მოსაზრება ეს და ყველაზე დიდი რჩეული არის, ვისაც ღმერთი უყვარს. დიახ, რა თქმა უნდა და უბრალო ადამიანს მეტი შანსი აქვს უყვარდეს ღმერთი, ხო? დიდი მადლობა, მამაო და ღმერთსაც უბრალო ადამიანები უყვარს ძალიან. ყველა რო უყვაროთ მასთან ერთად კიდე. მადლობა თქვენ. დიახ, უღრმესი მადლობა, მამაო. ჩემი სტუმარი გახლდათ არქიმანდრი დოროთე ყურაშვილი. დიდ მადლობას კიდევ ერთხელ მოგახსენებთ. იქითა სამშაბათ საღამოს 9:00 დაგირუნდები, ორი არაჩვეულებრივი მოძღვარი გვეყოლება სტუმრად და დაელოდეთ აუცილებლად იხილავთ, სპეციალურად არ გამოაცხადებ აქედან და სამშაბათ საღამოს 9:00 მე კი გახლდით გიორგი დარასელია. კარგად ბრძანდებოდეთ და